მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით. მე ვარ კატო. და მოდით ესეთი გაშლა გავაკეთოთ. რატომ სდუმს პარტნიორი, ხო? ნახოთ, ვინ მოვიდა სასაუბროდ. ადამიანი, რომელიც არის ურთიერთობაში, რომელიც არის სტაბილურ ურთიერთობაში, რომელიც არის დაოჯახებული, შეიძლება ვიღაცის მეუღლეც იყოს, თქვათ თუ რაღაცა ურთიერთობასა და დაძაბული გაქვთ, ხო? დაშორებულები ხართ, წყვილები, ოჯახური, აქ ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია ითქვას, რომ ადამიანი, რომელიც მოვიდა ჩვენთან სასაუბროდ, აშკარად იმყოფება ოჯახურ თანაცხოვრებაში, ჩემოკარგებო, ოჯახურ ურთიერთობაში, სტაბილურ ურთიერთობაში და როგორც ჩანს, რაღაცა სამკუთხედთან გვაქვს საქმე. კარგით, ვნახოთ ესეთი ადამიანი რატო სდუმს? რა არის სტუმილის მიზეზი? რატო სდუმს? იმიტომ რომ თავის თავში ძალიან ბევრ რაღაცას აანალიზებს, უკვირდება, თავის თავთან აქვს ძალიან დიდი კამათები. პლუს მაგას ესე ვიტყოდი, რომ თითქოს მისი ტყუილები ვიღაცამ გახსნა, მოახერხეს გაეგოთ მისი საიდუმლოებები, გაეგოთ მისი არასწორი ქმედებები, მისი ის მდგომარეობა, სადაც იტყუებოდა ხო ტყუილი. რატო სდუმს? იმიტომ რომ ეხა ამ ეტაპზე არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, თითქოს ფორტუნამ და სამყარომ და ცხოვრებამ ძალიან ისეთი გაულაწუნა, ესე რომ ვთქვათ. და ძალიან დიდ ჩიხში არის შესული, ხო, რაღაცნაირად, ესე ვთქვათ, გამოკეტეს, დაიჭირეს, ჩაკეტეს, თითი დაუქნიეს, მოუწია ახსნა განმარტებების გაცემა, რა თქმა უნდა, ბრძოლა, რა თქმა უნდა, რაღაც თავის დაცვა ამ ადამიანს მოუწია. და ფაქტურად რატო სდუმს? იმიტომ სდუმს, რომ ძალიან კარგად გამჟღავნდა მისი არასწორი ქმედებები, ხო? მისი რაღაცა დანაშაულები, რომელიც თქვათ დააშავა და ცუდად მოიქცა, ხო? რატო სდუმს? კიდევ გეტყვით, იმიტომ სდუმს, რომ რაღაცა მომენტში შეიძლება უბრალოდ გაახსენეს ამ ადამიანს, რომ რამდენად სიყვარულით ჰქონდა შექმნილი ოჯახი, რამდენად ერთგულები იყვნენ ერთმანეთის მიმართ, როგორ შეფიცეს, ხო? რომ უნდა იბრძოლონ, რომ უნდა გამოჩნდეს საერთო ალტერნატიული გზა უნდა იპოვონ, ხო? რატო სდუმს ეს ადამიანი? კიდევ ერთხელ გავნებთ, ეს ადამიანი არის ადამიანი, რომელსაც ყავს თავისი ოჯახი და შესაბამისად ამ ოჯახთან მიმართებაში გაახსენეს, რომ ეგრე მარტივი არ არის სადმე წასვლა და ეგრე მარტივი არ არის რაღაცა ქმედებების გაკეთება, რომელიც სამკუთხედ ურთიერთობას ეხება, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომელიც ტკივილებს, რომელიც განცდებს, რომელიც რაღაცა მაპატიეთ, მაგრამ აი რაღაცა ესეთი მომენტია, თითქოს ამ ადამიანს აუხსნეს, რომ არ შეიძლება აყვე ემოციურ მდგომარეობას, რაღაცა ფლირტებს და დაკარგო შენი სტაბილურობა, ამიტომ შენ უნდა მოახერხო და რამენერად დააბალანსო, ხო, ეს ყველაფერი, თუ არადა, ნუ რაღაცა დასრულდება, დამთავრდება და საერთოდ დაკარგავ ყველაფერს, ხო, დაგაკარგინებ, თქვათ, რაღაცა, ვიცი ხა, ვიღაცას შვილების მდგომარეობას, ვიღაცას ქონების მდგომარეობას, ხო, რაღაცა მომენტში აი დაკარგავს ძალიან ბევრ რამეს, რომელიც მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქო და ისევ ოჯახის არკან, ნახეთ, ეს ადამიანი დაკარგავს ბოლომდე ოჯახს და როგორც ჩანს, არ უნდა ამ ადამიანს ამ ოჯახის დაკარგვა, ამიტომაც სდუმს. ამიტომ ეს არის მისი მდგომარეობა, რომელთაც არ გამოდის თქვენთან კონტაქტზე, არ ცდილობს არანაირ სიტუაციის გახსნას, ნუ აქ მანიპულაციები არის ისეთ მდგომარეობაში, სადაც ხა მე არ ვიტყვი, რომ სახში, რა ვიცი, ხა თუმცა უკვე ისეთ რაღაცები მესმის ხოლმე, მეც გაოგნებული ვარ, მაგრამ ნუ შეიძლება ვიღაცამ ნეგატივის მდგომარეობაც გაუკეთა, რაც ჩაკეტვას ნიშნავს, რაც ვეღარ წაუსვლელობას ნიშნავს, ნუ
თუმცა ყოველ შემთხვევაში მას თითი დაუქნიეს, ესე რომ ვთქვათ, ხო, გაუგეს ყველაფერი, გაუგეს ის მდგომარეობა, რაც ანუ იყო დაფარული და დამალული და ბოლომდე არ არის იმისთვის გზად, რომ ეს ყველაფერი დაკარგოს და ძალიან უჭირს ამ ყველაფრის აღიარება, ამიტომაც სდუმს ეს ადამიანი და არ გამოდის თქვენთან რაიმე სათქმელად კონტაქტზე. წარმატებულ ურთიერთობებს გისურვებთ, ბედნიერებას, ესეთია დღევანდელი ეს პატარა მინი გაშლა რატო სდუმს. მე გისურვებთ, რომ თქვენი ადამიანი ყოლოდეთ გვერდზე.